მოგესალმებით 15 საათზე პირდაპირ ეთერშია ახალ ამბებს ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ გამოშვებაში ნახავთ. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილება და შეფასებები რა გამოხმაურება მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებას. ერთთვიანი პროტესტი ხელისუფლების 28 ნოემბრის გადაწყვეტილების წინააღმდეგ დედაქალაქსა და რეგიონებში ცოცხალი ჯაჭვის აქცია იმართება. ამერიკა უკრაინის დასახმარებლად სამხედრო პაკეტს ამზადებს, მოასწრებს თუ არა ბაიდენის ადმინისტრაცია ვადის ამოწურვამდე უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გახარჯვას. უწყვეტი პროტესტი, რომელიც ბოლო 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისსა და რეგიონებში, დღეს ცოცხალი ჯაჭვით და მსვლელობით გრძელდება. ამ წუთებში ემზადებიან პროტესტის მონაწილეები რამდენიმე ადგილზე, კერძოდ დასახელებულია 7 ხიდი დედაქალაქის მასშტაბით, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან, მათ შორის არიან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის, პროფესიის და სფეროს წარმომადგენლები. მოთხოვნა უცვლელია დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციის მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეები. ერთობის ჯაჭვი გაიმართება რეგიონებშიც, პარალელურად როგორც გითხარით იმართება მსვლელობები. ჩვენი გადამღები ჯგუფები მუშაობენ ადგილზე და მათ რამდენიმე წუთში მოამბის მსვლელობისას ჩავთავთ პირდაპირ ეთერში. რა ხდება ადგილზე, როგორ ემზადებიან პროტესტის მონაწილეები ერთობის ჯაჭვისთვის, როგორც გითხარით, მათი მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები და ასევე აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლება. დასახელებულია 7 ხიდი, სწორედ ამ ხიდებთან იკრიბებიან აქციის მონაწილეები დედაქალაქის მასშტაბით და ასევე მსვლელობები და ცოცხალი ჯაჭვის აქცია იმართება რეგიონებშიც. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადამღები ჯგუფები იმყოფებიან სხვადასხვა ადგილზე და მათ პირდაპირ ეთერში ჩავთავთ რამდენიმე წუთში. კადრები, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერის რეჟიმში ვიღებთ, როგორც ხედავთ, რამდენიმე ხიდზე იკრიბებიან აქციის მონაწილეები, მათ შორის დასახელებულია ბარათაშვილის ხიდი, თამარ მეფის ხიდი, ვახუშტის ხიდი და ასევე რამდენიმე ხიდი დედაქალაქის მასშტაბით, სადაც გაიმართება ერთობის ჯაჭვის აქცია.
მე შეგახსენებთ, რომ ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 28 ნოემბერს გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. 2028 წლის ბოლომდე სწორედ ამ გადაწყვეტილებას და ამ განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც ზუსტად 30 დღის განმავლობაში გრძელდება დედაქალაქსა და რეგიონებში და ამ პროტესტის გაგრძელებაა დღევანდელი ცოცხალი ჯაჭვის აქციაც, რომელიც ამ წუთებში იწყება სხვადასხვა ხიდთან დედაქალაქის მასშტაბით. ეს იქნება ერთობის აქცია, როგორც აცხადებენ აქციის ორგანიზატორები და აქციის მონაწილეები და ჩვენ პირდაპირ ეთერში უნდა ჩავრთოთ ნათია ქენქაძე, მოამბის ჟურნალისტი, რომელიც იმყოფება ადგილზე. ნათია, რა ხდება ამ წუთებში ცოცხალი ჯაჭვის აქციაზე? მე ამ წუთებში ვიმყოფები ბარათაშვილის ხიდთან, თქვენ ჩემს უკან ხედავთ ალბათ კადრში, ვთხოვ ოპერატორს, რომ გაჩვენოთ, რომ ჯაჭვი იწყება სანაპიროდან, მოქალაქეები უკვე არიან ჯაჭვის პრინციპით განლაგებული სანაპიროზე და ეს ჯაჭვი მოუყვება უკვე შემდეგ ქუჩას და გრძელდება ბარათაშვილის ხიდზე. თუ შეიძლება ვაჩვენოთ ბარათაშვილის ხიდზე არსებული სიტუაციაც, ამ წუთებში შეიკრა, შეიძლება ითქვას, ეს ჯაჭვი, რადგან როგორც ცნობილია 15 საათზე იყო დაანონსებული აქციის ეს ფორმა და ამ დროისთვის ისევ ემატებიან ადგილზე მოქალაქეები, აქციის მონაწილეები, ვისაც სურს, რომ პროტესტის ამ კონკრეტულ ფორმაში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც მოიცავს დედაქალაქს და ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქს, კონკრეტულად დედაქალაქში, როგორც ცნობილია, ორივე სანაპიროზე 7 ხიდზე შეიკრება დღეს ჯაჭვი და აქციის მონაწილეები აქ მოდიან საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, როგორც ხდება ზოგადად ამ პროტესტის ფარგლებში და დღევანდელი აქციაც, რა თქმა უნდა, იქნება გამოსვლების გარეშე, სიტყვით გამოსვლების გარეშე, ერთად გააპროტესტებენ მოქალაქეები ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხი 2028 წლამდე. ერთი თვე შესრულდა ამ პროტესტის დაწყებიდან, უკვე 31 დღეა ყოველდღიურ რეჟიმში გამოდიან მოქალაქეები და აპროტესტებენ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას, როგორც ცნობილია ამ პროტესტის ფარგლებში არის დაყენებული მოთხოვნები, რომ გათავისუფლდეს ყველა ის დაკავებული, ვინც დააკავეს როგორც უშუალოდ რუსთაველის გამზირზე, ასევე ამ პროტესტის გამო სხვადასხვა ადგილზე და ასევე შეკრებილები, როგორც ცნობილია, აპროტესტებენ იმ ძალადობრივ დაკავებებს, რომელიც ვიხილეთ და რის შედეგადაც არაერთმა ადამიანმა მიიღო ფიზიკური დაზიანება. ვთხოვ კიდევ ერთხელ ჩემს ოპერატორს, აი ამ წუთებში ხდება უკვე განლაგება და კონკრეტული ფორმის მიცემა ამ ჯაჭვისთვის, რომელიც მოუყვება სანაპიროს და შემდეგ უკვე ხიდები არის ერთგვარი სიმბოლო ამ ჯაჭვების. დედაქალაქის მასშტაბით 7 ხიდზე იკრიბებიან მოქალაქეები და ისინი ხელჩაკიდულები გამოხატავენ პროტესტს, რომლიდანაც როგორც გითხარით, უკვე ერთი თვე შესრულდა, რაც ყოველდღიურ რეჟიმში აპროტესტებენ მოქალაქეები ხელისუფლების გადაწყვეტილებას და რომელსაც ისინი აღიქვამენ ევროკავშირისგან მოწყვეტად და მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს და დაკავებულების გათავისუფლებას. აქ არიან რიგითი მოქალაქეები, ისევე როგორც მთელი ამ პროტესტის მანძილზე, ასევე პოლიტიკოსები ოღონდ რიგითი მომიტინგეების სტატუსით. ჩვენ აქ ვნახეთ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის დროას და გირჩის წარმომადგენლები, ასევე მე დავინახე რამდენიმე წუთის წინ რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებიც. ყველა მოქალაქე და პარტია უერთდება პროტესტს იქ, სადაც მას აქვს სურვილი, გარკვეული სიმბოლური დატვირთების მიხედვით არჩევენ ისინი ამ ადგილს და მოქალაქეთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ისინი ბარათაშვილის ხიდზე უნდა შეიკრიბრონ და აქ უნდა გამოხატონ საკუთარი პროტესტი. აი ამ წუთებში უკვე ჯაჭვი გრძელდება ხიდის მიმართულებით და გადადის გზის მეორე მხარეს. საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ არის აქ შეწყვეტილი მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯერჯერობით აქ საპატრულო პოლიციას მოძრაობა არ გადაუკეტავს და მანქანების შეძლების დაგვარად, როგორც ახერხებენ, ისე გადაადგილდებიან და აქციის მონაწილეებიც ცდილობენ, რომ გზის ერთი ნაწილი ქონდეთ ამ დროისთვის დაკავებული, თუმცა მას შემდეგ, რაც ჯაჭვი შეიკრება, სავარაუდოდ აქ საავტომობილო მიმოსვლა შეწყდება და ამ დროისთვის არის უკვე პროტესტის მონაწილეთა ის რაოდენობა შეკრებილი, რომ მათ შეძლონ ამ ჯაჭვის სრულად გაბმა ხიდის მთლიან მასშტაბზე და ორივე მხარეს გზის და სწორედ ამას ცდილობენ ახლა ისინი. ამ განლაგების ეტაპზე არიან, შეიძლება ითქვას, როგორც გითხარით, 15 საათზე იყო ეს ჯაჭვი დაანონსებული, თუმცა ჯერჯერობით ეს საბოლოო ფორმა ამ პროტესტს ჯერ არ მიუღია და ამ წუთებში განლაგდებიან ჯაჭვის ფორმით მოქალაქეები, რომლებიც უკვე ერთი თვე აპროტესტებენ დედაქალაქის ქუჩებში და სწორედ სიმბოლურად შეირჩა ეს თარიღი დღეს, რომ ამ ფორმით გამოხატულიყო პროტესტი.
ეს იყო ნათია ქენქაძე, რომელიც პირდაპირ ეთერში საუბრობდა. თქვენ კადრში ხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი იმყოფება ამ წუთებში პროტესტის მონაწილეებთან ერთად. ცოცხალ ჯაჭვში არის ჩაბმული საქართველოს პრეზიდენტი. ის იმყოფება ზაარბრუკენის მოედანზე, სადაც ცოტა ხნის წინ მივიდა სალომე ზურაბიშვილი. ჩვენი გადამღები ჯგუფი, ჟურნალისტი გენო სიყმაშვილი იმყოფება ამ წუთებში ვახუშტის ხიდთან და ის გვეტყვის რა ხდება ამ წუთებში ადგილზე. გენო, გისმენთ? დიახ, ნინო, ჩვენ ვიმყოფებით ვახუშტის ხიდზე, საბურთალოზე, სადაც უკვე შეკრებილია ხალხი, ბოლო 1 საათია პრინციპში უკვე შეკრებილები არიან. ხალხის დიდი ნაწილი უშუალოდ ხიდის ტერიტორიაზე იმყოფება, ნაწილი თქვათ გადასული არის ცოტა გვერდებზე. აი ახლა ამ მომენტში მიმდინარეობს რაღაცნაირად ორგანიზება, თუ რა ფორმით მოხდეს ჯაჭვის ასე ვთქვათ გამართვა და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი და როგორც საუბრობენ, ეს იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროს მხრიდან ჯაჭვი გაკეთდება თამარ მეფის ხიდის მიმართულებით. აქედან პრინციპში ჩვენ ხედავთ მათ შორის იმას, რომ თამარ მეფის ხიდზეც არიან ადამიანების შეკრებილები და იდეა არის ის, რომ ვახუშტის ხიდიდან თამარ მეფის ხიდამდე იყოს ერთი უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც შემდეგ უკვე გაგრძელდება თითით. ამის შესახებ, როგორც გითხარით, ხალხი აქ უკვე შეკრებილია საათზე მეტია და ახლა მიმდინარეობს სწორედ აი ამ ორგანიზება ჯაჭვის ფორმასთან დაკავშირებით, ეს იქნება მტკვრის მარცხენა სანაპირო. პრინციპში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ პირდაპირ ეთერში გავისაუბროთ ადამიანებს და ვკითხოთ ფორმასთან დაკავშირებით, თუ რატო რა ფორმით აპირებენ რომ გააკეთონ ეს ჯაჭვი. გამარჯობა, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიმყოფებით. შეიძლება კითხავთ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით უწყვეტი ჯაჭვი, ხო? ამ შემთხვევაში ვახუშტის ხიდიდან თამარ მეფის ხიდის მიმართულებით. რო გითხრათ, პროტესტის ეს ფორმა რატომ არის მნიშვნელოვანი, რა არის მთავარი მიზანი და მიზეზი რის გამოც თქვენ დღეს აქ ხართ? მიზანი არის იგივე, რატომაც უკვე ერთი თვეა ვიკრიბებით ჩვენ. გვინდა ევროპული მომავალი, გვინდა ევროპული საქართველო და გვინდა რომ ვინც ჩვენი საქართველოს მოქალაქეები, ვინც ახლა დაჭერულები არიან, გამოუშვათ. დიდი მადლობა. აი თქვენ ხედავთ, რომ ნაწილი მოქალაქეების გას, ნაწილი მინდა ოპერატორს ხო, რომ გაჩვენოთ აი ნაწილი მოქალაქეების გადაადგილება, სწორედ და ჩადის მტკვრის მარცხენა სანაპიროზე იმისთვის, რომ ელიავას ტერიტორიიდან თამარ მეფის ხიდის მიმართულებით მოხდეს ამ უწყვეტი ჯაჭვის გაკეთება. ჩვენ აქ ხედავთ სამართალ დამცველებსაც, აი ოპერატორს ხო, რომ მოატრიალოს სამართალ დამცველები უშუალოდ ავტომობილების სავალი ნაწილზე იმყოფებიან და თქვა წესრიგის კუთხით ცდილობენ მოაწესრიგონ, ხოლო აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში უშუალოდ ხიდზე, ტროტუარზე, ფეხით მოსიარულეთა ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა ეხლა ნელ-ნელა მასიურად უკვე იძვრება ხალხი იმისთვის, რომ ჩავიდეს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და აქედან გაკეთდეს ჯაჭვი. მე შევეცდები, რომ კიდევ გავისაუბროთ ადამიანებს, გავიგოთ მათი პოზიცია, თუ რატო არიან აქ. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვარ, თუ შეიძლება ჩაგწერთ ამ აქციასთან დაკავშირებით მაინტერესებს, ეს იქნება ჯაჭვი, ხო? ერთ-ერთი უწყვეტი ჯაჭვი ამ შემთხვევაში ვახუშტის ხიდიდან თამარ მეფის მიმართულებით. თქვენი პოზიცია რო გითხრათ, რატო ხართ აქ, რატო ამ ფორმით და რა არის თავარი მიზანი და მიზეზი, რის გამოც თქვენ აქ იმყოფებით? კი ბატონო, ეს არის ერთიანობის ჯაჭვი, რომ გამოვხატოთ, რომ საქართველოს მოსახლეობა არის ერთსულოვანი ამ მოთხოვნებში და ჩვენი ძირითადი მოთხოვნები არის უცვლელი, რა თქმა უნდა, დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ ყველა პოლიტპატიმარი. დიახ, თვითონ ფორმაზეც კითხავ, ჯაჭვის ფორმა რატო არის მნიშვნელოვანი? რატო ჯაჭვის ფორმა? კი ბატონო, ერთიანობის სიმბოლიკა არის ეს ერთიანობის, რომ ჯაჭვი არის ერთიანობის სიმბოლო. დიდი მადლობა. აი ასეთი ვითარება არის მოკლედ ვახუშტის ხიდზე. ამ მომენტში უკვე ჩვენ ხედავთ, რომ სანაპიროზეც არიან ჩასულები ადამიანები, თუმცა ჯერჯერობით ჯაჭვი არ არის გაკეთებული, მაგრამ როგორც ჩანს უახლოეს მომავალში ეს უკვე იქნება გაკეთებული და ეს ჯაჭვი რაც არის ამ აქციის იდეა განხორციელდება. ეს იყო გენო სიყმაშვილი, რომელიც ვახუშტის ხიდთან იმყოფება და ჩვენ გადავინაცვლოთ თამარ მეფის ხიდთან, სადაც ასევე კეთდება ერთობის ჯაჭვი. კესო ქაფიანიძე იმყოფება ადგილზე. კესო, პირდაპირ ეთერში ხარ. დიახ, ჩვენ ვიმყოფებით ახლა თამარ მეფის ხიდზე, სადაც რამდენიმე წუთია აქციის მონაწილეებმა გადმოინაცვლეს გზის სავალ ნაწილზე და სწორედ აქ შეკრეს ცოცხალი ჯაჭვი. თქვენ კადრში ახლა ხედავთ თამარ მეფის ხიდს, სადაც ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს აქციის მონაწილეებმა. როგორც დაანონსებული იყო, თამარ მეფის ხიდზე იმყოფებიან თესეუელები, ესე ვთქვათ, კინემატოგრაფისტები, არქიტექტორები, კლუბი ბასიანის წევრები და წარმომადგენლები, ასევე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებულები და გლდანელები. ეს იყო რაც ჰქონდათ მათ დაანონსებული. ცოცხალი
ჯაჭვი აქვთ გაკეთებული თამარ მეფის ხიდზე, როგორც თქვენ კადრში ხედავთ, დაახლოებით 10 წუთია, რაც აქციის მონაწილეები გადმოვიდნენ გზის სავალ ნაწილზე და ახლა თქვენ კადრშიც ხედავთ, რომ გადაიკეტა მანქანებისთვის სამოძრაო გზა, აქ აღარ გადაადგილდებიან ავტომანქანები, მანამდე ისინი იმყოფებოდნენ ფეხით სავალ ნაწილზე, უკიდურეს მარჯვენა და მარცხენა მხარეს, მას შემდეგ რაც მათ რაოდენობა შეგროვდა საკმარისი, ისინი გადმოვიდნენ გზის სავალ ნაწილზე. მე ახლა ვეცდები გაჩვენოთ თქვენ ახლა ხედავთ თამარ მეფის ხიდის ერთ მხარეს, რომელიც თამარ მეფის გამზირისკენ იყურება. ახლა კი ვეცდებით ოპერატორს თქვა გაჩვენოთ მეორე მხარეს, თამარ მეფის ხიდი, კოსტავას ქუჩის მხარე. აი ეს რაოდენობა არის აქციის მონაწილეების სურვილია, რომ ყველა დაანონსებულ ხიდზე შეიკრას ჯაჭვი და ისინი შეუერთდნენ სხვადასხვა ხიდებს. მე შეგახსენებთ, რამდენიმე ლოკაცია იყო დაანონსებული გარდა თამარ მეფის ხიდისა, ვახუშტის ხიდზე, გალაქტიონის ხიდზე, ზაარბრიუკენის ხიდზე, ბარათაშვილის ხიდზე, მშვიდობის ხიდსა და მეტეხის ხიდზე იყო დაანონსებული ცოცხალი ჯაჭვის შეკრა და ამ წუთებში თქვენ ხედავთ თამარ მეფის ხიდს და თამარ მეფის ხიდზე შეკრებილი აქციის მონაწილეები შეუერთდებიან ჯაჭვით სხვადასხვა ხიდებზე მყოფ აქციის მონაწილეებს. კონკრეტულად ჩვენი ხიდის ჯაჭვი შეუერთდება ვახუშტის ხიდზე გაკეთებულ ცოცხალ ჯაჭვს. მათი მთავარი აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა არის უცვლელი დაუყოვნებლივ იქნან გათავისუფლებულები აქციების განმავლობაში დაკავებული პირები, მათი დროული გათავისუფლება უცვლელი მოთხოვნა და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა პროტესტის 31 დღეა და მათი მოთხოვნები არის უცვლელი. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი ასე ხელჩაკიდებულები, გაერთიანებულები, როგორც აი ჯაჭვი არის გაერთიანებული, მსგავსად ძალიან სიმბოლური არის დღევანდელი დღე. რას ვითხოვთ? ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ვითხოვთ ყველა რეპრესიების მსხვერპლი პატიმრის გათავისუფლებას. 7 ძილი საქართველოში არავის არ ექნება, სანამ ყველა პატიმარი არ იქნება თავისუფალი. დღევანდელი დღე არის გაგრძელება იმ პროტესტის ჯაჭვისა, ასე ვთქვათ, რომელიც უკვე არაერთი დღეა თბილისში და არა მხოლოდ თბილისში იმართება. მოთხოვნები მე მგონი ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ქვეყანაში არის სერიოზული პოლიტიკური კრიზისი შექმნილი. გუშინდელი დღის მერე კიდევ უფრო დამძიმდა ვითარება და აუცილებელია ამ ვითარების განმუხტვა. განმუხტვის გზად მიგვაჩნია მთავარი გზა განმუხტვისა არის ახალი არჩევნების დანიშვნა, ვინაიდან სწორედ არჩევნებმა გამოიწვია ამ კრიზისის შექმნა და ესეც არის ერთ-ერთი ფორმა უბრალოდ ჩვენი მშვიდობიანი ფორმით პროტესტის გამოხატვის. თქვენ ხედავთ ახლა კადრში თამარ მეფის ხიდს, აქ აქციის მონაწილეები დაახლოებით 20 წუთია იმყოფებიან უკვე გზის სავალ ნაწილზე. მე უკვე გითხარით ის ლოკაციები, რომლებზეც ცოცხალი ჯაჭვი კეთდება დღეს თბილისის ქუჩებში. 3 საათზე იყო ცოცხალი ჯაჭვი დაანონსებული. ამ წუთებში, როგორც ჩვენთვის ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა ცოცხალ ჯაჭვს ზაარბრიუკენის ხიდზე, იქ გაკეთებულ ჯაჭვს. თქვენ ახლა კადრში ხედავთ თამარ მეფის ხიდს, კოსტავას მხარეს, ცირკის მიმართულების მხარეს. აი თქვენ კადრში ახლა დაინახავთ ამ მიმართულებას ცოცხალ ჯაჭვს. მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს, როგორც ისინი ამბობენ, ეს სიმბოლურია, რადგან ცოცხა ერთიანობით და ამ შემართებით ისინი საკუთარ მიზნებს და მოთხოვნებს სწორედ ამ ფორმით მოხდება მათი მოთხოვნების შესრულება. მე შეგახსენებთ, რომ მათი მოთხოვნებია პატიმრების აქციაზე დაკავებული დაპატიმრებულების დროული გათავისუფლება და ასევე ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. მე შეგახსენებთ, რომ გარდა თამარ მეფის ხიდისა, ვახუშტის ხიდზე, გალაქტიონის ხიდზე, ზაარბრიუკენის ხიდზე, ბარათაშვილის ხიდზე, მშვიდობის ხიდსა და მეტეხის ხიდზე არის ამ წუთებში ცოცხალი ჯაჭვი გაკეთებული და მათი აქციის მონაწილეების სურვილია, რომ ეს ჯაჭვი გაერთიანდეს და შეუერთდნენ ისინი ცოცხალი ჯაჭვით ერთმანეთს. კონკრეტულად თამარ მეფის ხიდზე არსებული ცოცხალი ჯაჭვი შეუერთდება ვახუშტის ხიდზე არსებულ ცოცხალ ჯაჭვს სანაპიროს მეშვეობით და თქვენ ახლა კადრში ხედავთ აქციის მონაწილეებს, რომლებსაც ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული.
მადლობა კესო, პირდაპირ ეთერში ეს იყო კესო ქაფიანიძე, რომელიც თამარ მეფის ხიდთან იმყოფება. მე შეგახსენებთ, რომ ზუსტად 7 ხიდია დასახელებული დედაქალაქის მასშტაბით, სადაც იმართება ცოცხალი ჯაჭვის აქცია. აქციის მონაწილეები უწოდებენ მას ერთობის ჯაჭვს და მასში ჩაბმულია ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც იმყოფება ზარბრუკენის ხიდზე და თქვენ მას ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ. აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსები, სხვადასხვა პროფესიის და სფეროს წარმომადგენლები. თქვენ პირდაპირ ეთერის რეჟიმში ადევნებთ თვალყურს, რა ხდება ამ წუთებში პროტესტის რამდენიმე ადგილზე. შეგახსენებთ, რომ უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს 1 თვის განმავლობაში საქართველოში და ეს ამ პროტესტის გაგრძელება არის დღევანდელი ცოცხალი ჯაჭვის, რომელიც 3 საათზე დაიწყო. გამოშვების მსვლელობისას თქვენ შეგიძლიათ რომ პირდაპირ ეთერში თვალყური ადევნოთ, რა ხდება პროტესტის რამდენიმე ადგილზე და განვაგრძობთ გამოშვებას. ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაწესებული სანქციები, ისევ შეფასებების თემა თბილისში. ოპოზიცია კმაყოფილია ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილების და აცხადებს, რომ საჭიროა უფრო მკაცრი ზომების მიღებაც, რაც ივანიშვილის ოჯახის წევრების დასანქცირებას გულისხმობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ამერიკის სანქციები ქართული ოცნების დამფუძნებელზე არის გზავნილი ევროკავშირის ლიდერებისადმი, რომ მათაც მიიღონ იგივე გადაწყვეტილება. ოპოზიცია აპირებს გააგრძელოს მუშაობა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების დასანქცირებაც მოხდეს, რომ მათი გამოყენებით ივანიშვილმა სანქციებისათვის თავის არიდება ვერ შეძლოს. რაც შეეხება ქართული ოცნების პოზიციას, მართველი გუნდის შეფასებით ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაში ერთი არგუმენტიც კი არ არის მოცემული ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსული საქმის კეთების თაობაზე, მაშინ, როდესაც სანქციები სწორედ ამ მიზეზს ეყრდნობა. ეს არ არის ყველაზე მკაცრი ზომა სანქციის, რომელიც შესაძლებელია მიღებული იქნას, ამიტომ უტოვებს ბიძინა ივანიშვილის სივრცეს, რომ მან გაითავისოს, რომ შემდგომი მავნებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ და ესეთი მოპყრობა ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის მიმართ მას არ დარჩება უპასუხოდ. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ მან იგრძნოს თუ რას ნიშნავს მართლაც შეერთებული შტატების სანქციები, თუნდაც ეს ლიმიტირებული, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ მას რჩება სივრცე იმისათვის, რომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც ახლა ქართულ ხალხს სჭირდება და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. საკმაოდ ძიმე სანქციებია თვითონ ის executive order აღმასრულებელი ბრძანება პრეზიდენტის, რომლის ქვეშაც მოხდა ამ შემთხვევაში ივანიშვილი, ის ეხება რეალურად რუსეთის აგენტებს, რუსეთის გავლენის აგენტებს. ჯერჯერობით არ ეხებიან მის გარკვეულ კომპანიებს და არ ეხებიან მის ოჯახის წევრებს. ანუ არც ისეთი წერია, რომ არ ეხებიან, იმიტომ რომ შეუძლიათ რომ ეგრევე შეეხონ თუ მოინდომებენ, თუმცა გამონაკლისებში რაღაც ეგეთი ჩამონათვალი არის, მაგრამ ნუ ეგ ნიშნავს სერიოზული რისკის ქვეშ არის მისი ყველა აქტი, რომელიც მის სახელზე არის და ერთი ნაბიჯიც არ არის. მესამედი ნაბიჯი აქვს დარჩენილი იქამდე, რომ ყველაფერს შეეხონ საერთოდ რასაც მისი ოჯახის წევრები ან თვითონ ფლობს, ან მისი კომპანიები ფლობენ. ოფაკის სანქციებს აქვს ეგრეთ წოდებული მეორადი ეფექტი და იურისდიქცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი პირი ან ორგანიზაცია, რომელიც შევა ნებისმიერ ფინანსურ ურთიერთობაში ივანიშვილთან, თავად შესაძლოა გახდეს სანქციების სამიზნე, ამიტომ ნებისმიერი ბანკი, კომერციული ბანკი, ან თუნდაც ეროვნული ბანკი თუ დაეხმარება ივანიშვილს სანქციებისთვის თავის არიდებაში, თავად ეს ბანკები გახდებიან სანქციების სამიზნე, რაც ჩამოანგრევს ქართულ საბანკო სისტემას და ეკონომიკას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირიც ანალოგიური ტიპის სანქციებს დაუწესებს ივანიშვილს. რა თქმა უნდა, ეს სანქციები გაგრძელდება, ამას გაგრძელება ექნება და ეს სულაც არ არის ქვეყნისთვის კარგი და ეს სულაც არ არის სასიხარულო. მაგრამ ივანიშვილმა თავის არალეგიტიმურ რეჟიმთან და თავის არალეგიტიმურ ჯგუფთან ერთად, როგორც ჩვენ უცხოელ პარტნიორებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, ასევე ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ აქტორებს არ დაუტოვა არაფერი გარდა იმისა, რომ მოხდეს მასზე ზეწოლა კანონმდებლობით დადგენილი წესით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური სანქციების ქვეშ იმყოფება მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაციის გეგმაზე ხელი არ მოაწერა და ქვეყანაში შეინარჩუნა მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება. ამ სანქციების ფორმალიზებას დღემდე არ ახდენდნენ. იცოდნენ რა, რომ ეს საკითხი მკვეთრად ნეგატიურად აისახებოდა ჩვენ საზოგადოებაზე. რამე თუ ძალიან კარგად იციან, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება ეს არის სამების ეკლესიის მშენებლობის სანქცირება, ეს არის ასობით ეკლესია მონასტრის მშენებლობის და რეაბილიტაციის სანქცირება. ეს არის ყველა იმ
გაკეთებული უდიდესი კეთილის საქმის სანქცირება, რაც საქართველოში ბატონ ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა და რაც ყველაზე მთავარია, რას ვერ პატიობენ ბატონ ბიძინას, ეს არის 2012 წელი, მაშინ, როდესაც დემოკრატიის შუქურად მიჩნეული დასავლეთში სადისტური რეჟიმი სამუდამოდ პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლა. პირველ რიგში უბრალოდ სასაცილოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბაიდენის წარმავალი ადმინისტრაცია სხვა ბევრ მავნებლურ საქმესთან ერთად სოფლიოსთან მიმართებაში, ესე ვთქვათ, კუდის მოქნევა ჩვენ ხშირად ვიხსენებია, ასანქცირებს ადამიანს, პატრიოტ ადამიანს და იძახს, რომ რუსული საქმის კეთების გამო უბრალოდ სასაცილოა და ვერც კი წარმოიდგინეთ, იმდენად უტიფრები არიან და იმდენად არაობიექტურად, იმდენად ორმაგი და სამაგი სტანდარტით არის ეს განცხადება გაკეთებული და იმდენად ლობიზმის სულისკვეთებით არის ეს ყველაფერი გაკეთებული, როგორც ბევრი სხვა განცხადება თუ ასე ვთქვათ ანგარიში, რომ ერთი ფაქტიც კი ვერ მოიყვანეს, თუ რა იყო, რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა რუსული საქმე. ქართული ოცნების დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა დაუწესა, გადაწყვეტილება გუშინ საღამოს გამოქვეყნდა. სასანქციო დადგენილების მიხედვით ბიძინა ივანიშვილი შეიყვანეს იმ პირთა სიაში, რომელთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა. დაიბლოკება ქონება, აქტივები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია განთავსებული. თუმცა ამასთან ერთად ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ლიცენზია ნომერ 116-ში საუბარია ავტორიზაციაზე, რომელიც ენიჭება ივანიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიების მონაწილეობით ფინანსურ ტრანზაქციებს. შესაბამისად, გენერალური ლიცენზიით ამერიკის მოქალაქეებს აქვთ უფლება განახორციელონ ტრანზაქციები ნებისმიერ კომპანიასთან, რომლის 50%-ს ან მეტს ფლობს ივანიშვილი, თუ ეს კომპანია ცალკე არ არის სასანქციო სიაში. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ეს ლიცენზია გარკვეულ ტრანზაქციებს არ ეხება. ეს ლიცენზია არ ეხება მათ შორის სინგაპურის სააპელაციო სასამართლოსთან დაკავშირებული ტრანზაქციების ავტორიზებას, თუ კი ეს ალკენებარ თუ არ გაიცემა. შესაბამისად, ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის სანქციების მიხედვით ბიძინა ივანიშვილი სპეციალური ნებართვის გარეშე ვერ მიიღებს კრედიტ სუისთან დავის მოგების შედეგად დადგენილ თანხას. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ვალევებ მოჰყვა ენტონი ბლინკენის განცხადება, რომელშიც ამერიკის სახელმწიფო მდივანი მკაცრად გმობს ქართული ოცნების ქმედებებს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მათ შორის მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების მიმართ და ამბობს, რომ ამერიკა ვალდებულია ხელი შეუწყოს პასუხისმგებლობის დაკისრებას მათთვის, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს საქართველოში. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე გუშინვე გამოეხმაურდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე. სწორედ იმის გამო, რომ ის არ დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ძირეულ ინტერესებს, საკონცო ინტერესებს, ამის გამო ჯერ ამოქმედეს დე-ფაქტო სანქციები და ახლა უკვე საბოლოო ჯამში მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რასაც არ აქვს არავითარი არსებითი დატვირთვა პირიქით. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ ამ გადაწყვეტილებით საბოლოო ჯამში გამოიცალეს მათ ხელიდან შანტაჟის ინსტრუმენტი. ეს არის ის, რასაც აკეთებდა 3 წლის განმავლობაში ის ძალა, რასაც ჩვენ უწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ყველაფერი სხვა მიმართულებით შეიცვლება. თუმცა ასეც და ისეც რეალურად არაფერი შეცვლა. მე მქონდა საუბარი ახლახანს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მისი პოზიციაც არის ზუსტად იგივე. არაფერი განსაკუთრებული 3 წელი იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი ემსახურებოდა ამ ქვეყნის ინტერესებს, ის იყო დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, ახლა უკვე ამოქმედეს ეს ფორმალური სანქცია, არაფერი განსაკუთრებული, ეს არის რეალურად ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის. ეს ადამიანი საქართველოში მოღვაწეობის დროს მთლიანად დაკავებული იყო კეთილი საქმეებით, ქველმოქმედებით, უამრავი პროექტი, უამრავი საქონლმოქმედო ღონისძიება აქვს გაკეთებული, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მისი მხრიდან გადადგმული ნაბიჯი ეს იყო 2012 წელს, როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა და მოიპოვა გამარჯვება. ეს ადამიანი ემსახურება ქვეყანას, ემსახურება ქართულ ხალხს და რა თქმა უნდა ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალში. ჩვენ გვინდა მეგობრობა, გვინდა თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგრამ ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დაალაგდება.
და ჩვენ ისევ უბრუნდებით ერთობის ჯაჭვის აქციას, რომელიც დედაქალაქში იმართება თამარ მეფის ხიდთან, ვახუშტის ხიდთან, ბარათაშვილის ხიდთან, ასევე მშვიდობის ხიდთან და მეტეხის ხიდთან. ჩვენი რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს ადგილზე. ნათია ქენქაძეს ჩავრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც ბარათაშვილის ხიდზე იმყოფება და ის გაესაუბრა აქციის მონაწილეებს. ნათია, გისმენთ. დიახ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბარათაშვილის ხიდთან. შეიძლება ითქვას, რომ აქ ჯაჭვი უკვე შეკრულია და მოქალაქეებით განახელჩაკიდებული და ასე გამოხატავენ საკუთარ პროტესტს, რომელიც უკვე ზუსტად ერთი თვეა გრძელდება, მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების საკითხი და მოთხოვნები, როგორც ცნობილი არის, ხელახალი არჩევნების დანიშნულება და ყველა იმ პირის უპირობოდ გათავისუფლება, რომელიც დაკავებული იქნა ამ პროტესტის ფარგლებში, რომელთა ნაწილი ამ დრომდე სასჯელ ახსნილების დაწესებულებებში რჩება და რა თქმა უნდა პროტესტის საგანი არის ის ძალადობრივი დაკავებები და ფიზიკური ზიანის მიყენება პროტესტის მონაწილეებისთვის, რომელიც ვიხილეთ და რომლის ფარგლებშიც არაერთ ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება და აქ შეკრებილები ითხოვენ იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ვინც მსგავს ინციდენტებში მონაწილეობდა. ვთხოვ ახლა ოპერატორს გაჩვენოთ რა ხდება აქ მთლიანად, როგორც ბარათაშვილის ხიდზე, ასევე მიმდებარედ ესტაკადაზე და უკვე სანაპიროზე გრძელდება მოქალაქეთა ჯაჭვი. ხელჩაკიდებულებით განან პროტესტის მონაწილეები საქართველოს და ევროკავშირის დროშებით და ასე გამოხატავენ საკუთარ პროტესტს. ეს აქცია სიმბოლურად დაიგეგმა სწორედ ერთი თვის თავზე პირველი საპროტესტო აქციიდან, რომელიც უწყვეტად გრძელდება ამ ერთი თვის განმავლობაში და ასე სურთ ადამიანებს აჩვენონ, რომ ძალიან ბევრი განსხვავებული ადამიანი მონაწილეობს ამ პროტესტში და ძალიან აქტიურად უერთდებიან სხვადასხვა მოსაზრების თუ სოციალური თუ პროფესიის წარმომადგენლები ამ მოთხოვნებს, რომელიც ამ პროტესტის ფარგლებში ჟღერდება და რომელიც როგორც გითხარით არის ხელახალი არჩევნების დანიშვნა და ყველა იმ პირის უპირობოდ გათავისუფლება, ვინც ამ პროტესტის ფარგლებში იქნა დაკავებული. მოქალაქეები ამ დრომდე ემატებიან ამ პროტესტს, როგორც გესმით ალბათ, მანქანით მოსიარულეები სიგნალებით გამოხატავენ მხარდაჭერას აქციის მონაწილეების მიმართ, როგორც ხიდზე, ასევე სანაპიროზე ამ დროისთვის ავტომანქანების მიმოსვლა შეწყვეტილი არ არის, რადგან აქციის მონაწილეები არიან განლაგებული ძირითადად გზების გასწვრივ და ცდილობენ, რომ მიმოსვლა არ შეაფერხონ. ეს პროტესტიც გრძელდება ისე, როგორც ამ ერთი თვის მანძილზე, სიტყვით გამოსვლების გარეშე და გამოკვეთილი ლიდერის გარეშე. აქ იმყოფებიან პოლიტიკოსები, თუმცა ისინი რიგითი მომიტინგეების სტატუსით უერთდებიან ამ პროტესტს. კონკრეტულად ჩვენ აქ ამ ტერიტორიაზე ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ ვნახეთ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის და კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს ამ პროტესტის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ გამოხატეს, რომ პოლიტიკოსები ისევე როგორც მოქალაქეები ყველა გაჟღერებულ მოთხოვნას უერთდებიან. დღეს არის სიმბოლური ერთობის ევროპული მარში იმის დემონსტრირებისთვის, რომ ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქეა, ვინც იბრძოლებს ბოლომდე ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. გუშინდელი სანქციებიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს იქნება წნეხი, რომელსაც ივანიშვილი ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაუძლებს და მოუწევს იმ ერთადერთი მოთხოვნის შესრულება, რაც ამდენ საქართველოს მოქალაქეს აქვს. ეს არის ახალი არჩევნები, რომ დავიბრუნოთ ქვეყნის ევროპული მომავალი. დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ყოველი დღე მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც უფრო დრო გადის და ჩვენი ვითომ და ხელისუფლება ყურად არიღებს ხალხის მოთხოვნებს, მით უფრო რთული ვითარება დგება და ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია, რომ აქ ვიდგეთ. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ქართველთა ერთობის ჯაჭვი იქნება და მოთხოვნა ამ ხალხის, როგორც ამ მთელი ერთი თვის განმავლობაში არის ახალი არჩევნები და უპატრონო დაპატიმრებულიც არა, დატყვევებული ხალხის განთავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ახალ არჩევნებთან ერთად. და ჩვენ სიმბოლურად გამოვხატავთ ჩვენს ევროპულ გზას და ევროპულ კურსს და ეს იქნება უცვლელი და არავის არ შეიცვლება, სანამ არ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო ერთ დღეს გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. პროტესტი მიმდინარეობს დედაქალაქის მთელი მასშტაბით ორივე სანაპიროზე 7 ხიდზე სიმბოლურად იკვრება ერთობის ჯაჭვი, რომელიც საგანგებოდ დაიგეგმა ამ პროტესტის ერთი თვის თავზე, ერთი თვის შემდეგ იმ გადაწყვეტილებიდან, რომლის გასაპროტესტებლადაც გამოვიდნენ მოქალაქეები ქუჩაში და რომელიც გულისხმობს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დადგეს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მოთხოვნებს, რომელიც ამ პროტესტის ფარგლებში ყოველდღიურად უკვე ერთი თვეა ჟღერდება, ეს არის ხელახალი არჩევნების დანიშნულება
აღინიშნა და ყველა იმ პირის გათავისუფლება, ვინც დაკავებული იქნა როგორც უშუალოდ აქციებზე, ასევე ზოგადად ამ პროტესტის ფარგლებში. პირდაპირ ეთერში ეს იყო ნათია ქენქაძე, რომელიც ბარათაშვილის ხიდთან იმყოფება. მე შეგახსენებთ, რომ ცოცხალი ჯაჭვის, ერთობის ჯაჭვის აქცია იმართება თბილისსა და ასევე რეგიონებშიც, ბათუმში ცოცხალ ჯაჭვში მონაწილეები რამდენიმე ადგილზე შეიკრიბნენ. ისინი კიდევ ერთხელ გააჟღერებენ საკუთარ მოთხოვნებს ხელისუფლების მიმართ. მერაბ წულუკიძეს ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში ახლა ბათუმიდან. მერაბ, რა ხდება ადგილზე? ნინო, ძლიერი წვიმის მიუხედავად ერთობის ჯაჭვი მაინც შედგა ბათუმში. თავდაპირველად რამდენიმე ლოკაციაზე იგეგმებოდა ეს ჯაჭვი, თუმცა უამინდობამ დისონანსი შეიტანა. მე ვთხოვ ოპერატორს გაჩვენოთ. აქ არიან ადამიანები, სტუდენტები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. ისინი ამბობენ, რომ ეს არის სიმბოლური აქცია. აქცია იმის სათქმელად, რომ ქვეყანა არის ერთიანი ევროპულ გზაზე და ისინი მოითხოვენ, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის პროცესს და ასევე დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე მონაწილეს მოусმინოთ. ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს იმისა, რომ ჩვენ ერთიანობას ვაჩვენებთ, არ აქვს მნიშვნელობა როგორი ამინდია, როგორი ხასიათია, როგორი კონდიციებია ზოგადად. შესაბამისად, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენ გვსურს ერთობა, ერთი კონკრეტული მიზანი, რომელიც ქართული ხალხის მიზანს თავარს ემსახურება, ეს არის ევროპისკენ სვლა, შესაბამისად ლეგიტიმური ხელისუფლება და ლეგიტიმურად ვითხოვთ იმას, რომ ხელახალი არჩევნების საშუალებით ეს ლეგიტიმიზაცია მოეპოვებინოს ჩვენს ერს. იმაზე დიდი დანაშაული რა უნდა იყოს დღეს რუსეთთან თანამშრომლობა. აქედან გამომდინარე, თელმა ცივილიზებულმა სამყარომ ერთხმად უთხრა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომ ის აკეთებს რუსული საქმის მკეთებელი ადამიანია. სახელმწიფო, როდესაც საკუთარი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მიდის, როდესაც ჩვენ სამშობლოს საფრთხე ემუქრება, იქ ქართველი ხალხი ერთსულოვანია. ერთობის ჯაჭვი იწყება საზღვაო აკადემიის მიმდებარე ტერიტორიიდან და გრძელდება პრაქტიკულად მთელი ძველი ბულვარის ტერიტორიაზე. მე შეგახსენებთ, რომ უკვე თვეზე მეტია ბათუმში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ძირითადად ეს აქციები იმართება საღამოობით აჭარის მთავრობის სახლთან და აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება მანამდე, ვიდრე არ გახდება ცნობილი ახალი არჩევნების თარიღი. მადლობა მერაბ ბათუმიდან. ეს იყო მერაბ წულუკიძე. ბათუმში ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა, ასევე ვინაცვლებთ ისევ თბილისში, სადაც ვახუშტის ხიდთან ჩვენი ჟურნალისტი გენო ოსიყმაშვილი იმყოფება. ის გვეტყვის ახლა რა ხდება ამ წუთებში ადგილზე. გენო, პირდაპირ ეთერში ხარ. ნინო, ვახუშტის ხიდზე კვლავ მიმდინარეობს პროცესი, აქცია, იცით რომ ჯაჭვის ფორმით უნდა გაკეთდეს დღევანდელი აქცია. აქ შეკრებილები არიან მოსახლეობა, აქციის მონაწილეები და მტკვრის მარცხენა სანაპიროს მხრიდან იდეა არის ის, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროს მხრიდან ვახუშტის ხიდიდან თამარ მეფის ხიდის მიმართულებით უნდა გაკეთდეს ერთი უწყვეტი ჯაჭვი. მოსახლეობის აქციის მონაწილეების ნაწილი იმყოფება უშუალოდ ხიდზე, ტროტუარზე, ხოლო გარკვეული ნაწილი უკვე ჩასულია სანაპიროზე იმისთვის, რომ ცოტა ხანში გაკეთდეს ჯაჭვი. ამ მომენტში ესეთი უწყვეტი ჯაჭვი არ არის, როგორც ხედავთ, უბრალოდ ადგილებს იკავებენ აქციის მონაწილეები იმისთვის, რომ ეს გაკეთდეს. უბრალოდ ვახუშტის ხიდის მდებარეობიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ეს ისე ვერ გაკეთდება, რომ არ გადაიკეტოს გზა. ამ მომენტში აქციის მონაწილეები დგანან, თქვათ, მწვანე საფარზე, ხო, გზაგამყოფებზე და ასევე ტროტუარებზე და ამიტომ ამ მომენტში არ არის ჯაჭვი გაკეთებული. რაც შეეხება უშუალოდ ვახუშტის ხიდზე არსებულ სიტუაციას, აქ როგორც ხედავთ, საფეხმავლო ნაწილზე არიან ადამიანები, აქვე იმყოფებიან სამართალდამცველები არიან უშუალოდ სამანქანე გზაზე, იმისთვის რომ აქციის მონაწილეები არ გადავიდნენ უშუალოდ სამანქანე ტერიტორიაზე, მანქანების სავალ ტერიტორიაზე და არ მოხდეს გზის გადაკეტვა. დღევანდელი აქციის მიზანი ცხადი არის იგივე, რაც ბოლო 30 დღის განმავლობაში მიმდინარეობს თბილისში, პროტესტი ქართული ოცნების ხელისუფლების მისამართით, ახალი არჩევნების მოთხოვნა და ამ აქციების პერიოდში დაკავებული ადამიანების გამოშვება და რაც შეეხება უშუალოდ ფორმას, რომელიც დღეს აქ მიმდინარეობს, ამასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ეს არის კიდევ ერთ-ერთი ფორმა, რომელთაც გამოიხატება სიმბოლურად ერთიანობა, ქვეყნის ერთიანობა, რომ აი ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით ერთი არის ქართული საზოგადოება. ყველა ხიდზე იცით 7 ხიდზე მიმდინარეობს ამ დროისთვის თბილისში აქცია, სხვადასხვა საზოგადოება, გაერთიანებები თუ სფეროს წარმომადგენლები არიან, მაგალითად ვახუშტის ხიდის შემთხვევაში აქ იმყოფებიან თავისუფლებისთვის მოძრაობის წევრები, ასევე არაგველები, იურისტები, HR-ები, კოუჩები, ტრენერები, მარკეტერები, EMC-ის წარმომადგენლები
მეგობრები, საქართველოს უნივერსიტეტი და კლუბი ხიდის წევრები და ასევე სხვადასხვა ხიდზე სხვადასხვა საზოგადოება გაერთიანება თუ სფეროს წარმომადგენლები მიდიან. როგორც ხედავთ, აქ აი ესეთი ვითარებაა, შეკრებილია ხალხი, რაღაცნაირად ეძებენ ისინი ადგილს თუ ჩადგებიან ამ ჯაჭვში, ამ ჯაჭვის თქვა გაკეთება მიმდინარეობს, ჯერჯერობით არ არის ესე უწყვეტად გაკეთებული ჯაჭვი, თუმცა აი როგორც ხედავთ, ხალხი გადაადგილდება იმისთვის, რომ ეს ერთიანი უწყვეტი ჯაჭვი გამოვიდეს. მადლობა გენო, პირდაპირ ეთერში ეს იყო გენო ოსიყმაშვილი, ცოცხალი ჯაჭვის აქცია გრძელდება, ერთობის ჯაჭვი იკვრება თბილისის რამდენიმე ხიდზე, სადაც იმყოფებიან როგორც პოლიტიკოსები, ასევე სხვადასხვა სფეროს და პროფესიის წარმომადგენლები. ზუსტად 3 საათზე დაიწყო ცოცხალი ჯაჭვის შეკვრა და აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. მოთხოვნები არის იგივე, ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციის მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლება. ჩვენ აქციას მოგვიანებით გამოშვების მსვლელობისას ისევ დაუბრუნდებით, ადგილზე მუშაობენ ჩვენი გადამღები ჯგუფები და მათ პირდაპირ ეთერში ჩავთავთ რამდენიმე წუთში და განვაგრძობთ გამოშვებას. ქართულ პოლიტიკაში ისევ განხილვისაგანია ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის გეგმა საქართველოს მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ. ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი კონკრეტულ გეგმაზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ოპოზიცია საერთო გეგმა უნდა ჰქონდეს და აქვე აცხადებენ იმასაც, რომ გაიზიარებენ იმას, რასაც სალომე ზურაბიშვილი დასახავს. მართლ გუნდში კი ყურადღებას ამახვილებენ პრეზიდენტის რეზიდენციიდან სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის საკითხზე. როგორც ქართული ოცნების ლიდერები აცხადებენ, მათ არ გონიათ, რომ სალომე ზურაბიშვილი რეზიდენციას არ დატოვებს. 29-ის კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით ჩვენ ყველა თვალსაზრისით გავიზიარებთ იმ საერთო ოპოზიციურ გეგმებს და რაც მთავარია იმას, რასაც პრეზიდენტი დასახავს, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით ასეთ გადამწყვეტ დღეებში ოპოზიციამ არ უნდა იმოქმედოს პარტიული დღის წესრიგით, არამედ საერთო ეროვნული და ევროპული დღის წესრიგით. ხვალ ამ რაღაც მასკარადს რო აწყობენ და ვითომ რაღაცა ინაუგურაციას რო ეძახიან და ვითომ რო პრეზიდენტი რო არჩიონ, მაგ ნაწილში არის რაღაცა ახალი რეალობა იქნება ხვალიდან, როცა იქნება ერთი მართლა ლეგიტიმური პრეზიდენტი და მეორე ცირკის მიერ არჩეული ვიღაც ბიზნეს მორიგი ზებრა და მასთან მიმართებაში დამოკიდებულება როგორ უნდა იყოს და ასე შემდეგ, მაგაზე შეიძლება მუშაობა ჩვენ ევროპულ და არა მარტო ევროპულ პარტნიორებთან. 29 დეკემბერს 11 საათზე გაიმართება ინაუგურაცია, ახლად არჩეული პრეზიდენტის ფიციზადება, რის შემდეგაც უკვე ბატონ მიხეილ ყავილაშვილი შეუდგება პრეზიდენტის უფლებამოსილებას და დაასრულებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას. სალომე ზურაბიშვილი მთავარი ამოცანა რაც აქვს ბატონ მიხეილ ყავილაშვილს არის ის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დაბრუნდეს კონსტიტუციურ ფარგლებში და აღდგეს ინდობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, რომელიც საბოლოოს სრულად დაუკარგა. სალომე ზურაბიშვილმა უკანასკნელი წლების განმავლობაში, როცა არაერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და როგორც ჩანს გეგმას ახლა უკვე სიხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული დანაშაულის ჩაიდინოს სხვა თავის თანამოაზრეებთან ერთად. რაც შეეხება პროცესებს, როგორც შეიძლება განვითარდეს, ბუნებრივია ეს არის დამოკიდებული მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის კეთილგონიებაზე. ოპოზიცია ვინც თქვია, რომ 2 თვის განმავლობაში ატყუებდა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ საქართველოს მოსახლეობას და ჩვენს პარტნიორებს თითქოს არჩევნები გაყავდა და მათი მარცხის მიზეზი არის არჩევნების გაყალბება. თქვენ იცნობთ, ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგენეს და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო უთელდასხმა, რომელსაც ფაქტობრივად გააქარწყლა ის ხუთივე ბრალდება, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა. ხვალიდან ბატონი ყავილაშვილი იქნება უკვე ოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტი. ალბათ ზურაბიშვილს მოუწევს ამასთან შეგუება. ხა მას ცდილობენ რომ ტვინი აურიონ როგორც გარეულ პროცესებმა, ასევე რადიკალური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, მაგრამ ჩვენ ძალიან გჯერა და ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ იგი გონივრულად მოიქცევა და თავის ფეხით დატოვებს იმ შენობას, რომელიც მას არ ეკუთვნის, რომელიც არის სახელმწიფო მფლობელობაში, რომელიც არის სტრატეგიული ტიპის შენობა და ეხლა თუ მან მაინც ეს გონივრულობა ვერ გამოაჩინა და დარჩა და გამაგდა იმ შენობაში და როგორც იმუქრებიან მისი წამხალისებელი რადიკალური ოპოზიციის პარტიის წარმომადგენლები, რომ ჩვენ გავამაგრებთ ამ შენობას, რომ ეს პირდაპირ სამწუხაროდ იქნება უკვე ჯგუფური დანაშაული, პირდაპირ კანონის დარღვევა. პოლონელ და ლიეტუველ ევროპარლამენტარებთან ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით შეხვედრაზე განიხილებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების შემდეგ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ევროკავშირის მხრიდან, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ კურსს. მათი განცხადებით ევროპარლამენტარებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ და როდესაც ისინი დაასრულებენ საქართველოში ვიზიტს, გაირკვევა რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ევროპარლამენტი. დღესვე ევროპარლამენტის წევრებმა შეხვედრა გამართეს არასამთავრობო სექტორთან. საუბარი შეეხებოდა
ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, აქციებს, ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს და იმას თუ რა შეიძლება გაკეთდეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხის გასაგრძელებლად. ევროპარლამენტის წევრებმა დღესვე ასევე შეხვედრა გამართეს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან. საუბარი იყო მიმდინარე პროცესებზე, პროტესტზე, მათ შორის იმ სანქციებზე, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და რა შეიძლება გაკეთდეს ევროკავშირის მხრიდან ამ შემთხვევაში, რომ გაგრძელდეს წნეხი მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რომ საქართველოში ადგილზე საქართველოს მოქალაქეები აგრძელებენ ბრძოლას დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის და როგორ შეიძლება დაეხმაროს საერთაშორისო პარტნიორები ამ შემთხვევაში ევროკავშირი საქართველოს ამ ბრძოლაში. მათი მთავარი მესიჯი იყო ის, რომ ჩვენ ვდგავართ ქართული ხალხის გვერდით, ვისაც სურს ევროპაში ინტეგრაცია, არ აღიარებენ ქართული ოცნების პარლამენტს, არ აღიარებენ ქართული ოცნების პრეზიდენტს და გვერდით განან ქალბატონი სალომეს მანდატის გვერდით. ან მათი მთავარი ამოცანა არის, რომ გვაჩვენონ სოლიდარობა, დაიცვან ქართული ხალხის არჩევანი და იყვნენ ჩვენთან ერთად. ასევე მათ ისაუბრეს სანქციებზე, სანქციები, რომელსაც პოლონეთი, გერმანია და საფრანგეთი ერთობლივად მიიღებს და ის იქნება დასავარაუდოდ საახალწლო და ამაზე მუშაობენ, ის იქნება ფინანსური სანქციები. ევროპარლამენტარი ჟალიმასი არის საქართველოს ნამდვილი მეგობარი, რომელსაც ვიცნობ დაახლოებით 15 წელია. ჩვენ ერთმანეთი გავიცანთ ჯერ კიდევ საკონსტიტუციო სამართლოში, როდესაც ის იყო ლიტვის საკონსტიტუციო სამართლის თავმჯდომარე და მე საქართველოსი, ასე რომ ის საქართველოს ძალიან დიდი მეგობარია. მან ძალიან კარგად იცის საქართველოში როგორც არჩევნებამდე არსებული სიტუაცია, ასევე არჩევნების შემდეგ რა მოხდა. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ არალეგიტიმურად მიტაცებული ეს ხელისუფლება, რომელიც ივანიშვილმა ამ ქვეყანაში გააკეთა და დიდ სპირალში შეიყვანა ეს ქვეყანა, როგორმე ამ სიტუაციიდან გამოვიდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართულ საზოგადოებას თავისუფლებისკენ სწრაფვაში, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ სამყაროში გაწევრიანების მისწრაფებაში. კარგად ვიცით, რომ არჩევნები მოიპარეს, რომ არჩევნები ჩატარდა რუსეთის გავლენის ქვეშ. აქ საქართველოში ჩვენ მხარს ვუჭერთ ოპოზიციას და ოპოზიციის განცხადებას, რომ მომავალში ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, როგორც საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს. ჩვენ აქ ვართ, რათა გამოვხატოთ არა მხოლოდ ევროპარლამენტის ხედვა და რეზოლუცია, არამედ გამოვხატოთ ჩვენი პირადი შეხედულებებიც. ჩვენ ვართ იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც კარგად ესმით რუსეთის გავლენა და ის მეთოდები, რომლებსაც ისინი იყენებენ. ამიტომაც ვართ აქ, რათა მხარი დაუჭიროთ მთელ ქართულ საზოგადოებას. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება სოციალური ქსელით ეხმაურება კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ მაკოლი. მისი განცხადებით ბიძინა ივანიშვილსა და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საქართველოს ავტოკრატიისკენ მიმავალ გზაზე დაყენებისათვის. მივესალმები ქართული ოცნების მარიონეტების ოსტატის ბიძინა ივანიშვილისათვის დაწესებულ სანქციებს, რომელიც დიდი ხნით ადრე უნდა დაწესებულიყო. მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საქართველოს ავტოკრატიისკენ მიმავალ გზაზე დაყენებისა და ტრანსატლანტიკური მომავლის გზიდან დაშორებისათვის, რომელიც ქართულ ხალხს სურს და რომელსაც იმსახურებს, ნათქვამია მაიკლ მაკოლის განცხადებაში. როგორც იქნა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა, ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეს სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ევროპამ ამ მაგალითს უნდა მიბაძოს. წევრი სახელმწიფოს ლიდერობა ძვირფასო კაია კალას და მარტა კოს დროა ლიდერობის გამოჩენის და თბილისისკენ გამგზავრების. საქართველოს მომავალი ევროპული უსაფრთხოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წერს რასა იუკნევიჩიანე. დადგა დრო, იგივე ნაბიჯი გადადგან ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა ქვეყნებმა, ასე ეხმაურება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამერიკის მხრიდან სანქციების დაწესებას. როგორც იქნა, ბიძინა ივანიშვილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა. მივესალმები ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას, წერს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟეკი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური კრიზისისა და მისი დემოკრატიული ევროპული მომავლის გადასაჭრელად, რაც შეესაბამება ხალხის მოთხოვნას. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას აფასებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. დადგა დრო, რომ ივანიშვილმა გადაიხადოს საფასური საქართველოში დემოკრატიული პროცესების ძირის გამოთხრისთვის. ესტონეთმა სანქციები დააწესა მასზე და კიდევ 27 პირზე ლეგიტიმური პროტესტების ჩახშობით ადამიანის უფლებების დარღვევებში მონაწილეობის გამო. მოხარული ვარ, რომ სხვაებიც იგივე გზას მიყვებიან, წერს მარგუს ცაჰკნა.
მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ქართველი ხალხისა და მთელი ჩვენი რეგიონის მხარდასაჭერად მისი ძლიერი ნაბიჯისათვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისათვის წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში და მსოფლიოში ყველა პარტნიორს მოუწოდებს გამოიყენონ სწორედ ასეთი სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ. უკრაინამ უკვე გამოიყენა სანქციების სრული კომპლექტი ივანიშვილისა და მისი მაფიოზური ჯგუფის მთავარი ფიგურების წინააღმდეგ. ახლა კიდევ ერთი მტკიცე ქმედება ძლიერი ამერიკული სანქციებია. ჩვენ გვჯერავ ერთ-ერთი მაფიოზი ვერ შეძლებს თავისუფალი ხალხების ოჯახში ევროპულ საზოგადოებაში ქართული ხალხის თავისუფალ ცხოვრებაზე ოცნების მოპარვას აღნიშნულია ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდზე ქართულ ენაზე გამოქვეყნებულ პოსტში. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე იწვევს. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მივიწვიო. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და მეგობარი აქტის ავტორმა ჯო ვილსონმა სოციალურ ქსელში დაწერა. ვილსონმა აღნიშნა, რომ ის აღფრთოვანებულია სალომე ზურაბიშვილის სიმამაცით, რომელიც ივანიშვილისა და მისი მეგობრების, ჩინეთის კომუნისტური პარტიის და ირანის რეჟიმის თავდასხმების პირისპირ აჩვენა. თეთრი სახლის პრესპიკერის ჯონ კირბის განცხადებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაინახა მინიშნებები იმის შესახებ, რომ შესაძლოა აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი რუსეთი იყოს. ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანს გამოძიებაში დახმარება შესთავაზა. ავიალაინერი, რომელიც ბაქოდან გროზნოში ასრულებდა რეის ავარიული დაშვების დროს, აქტაუს აეროპორტში დაშვებისას ჩამოვარდა. დაღუპულია ბორტზემყოფი 67 პირიდან 38. აზერბაიჯანულ ავიახაზებში აცხადებენ, რომ ყაზახეთში მათი თვითმფრინავი ფიზიკური და ტექნიკური გარიჩარების შედეგად ჩამოვარდა. როს ავიაციაში კი აცხადებენ, რომ გროზნოს აეროპორტში აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის დაშვებისას უკრაინული დრონების თავდასხმის მცდელობა იყო. ამერიკა უკრაინის დასახმარებლად $1 მილიარდ მეტი ღირებულების სამხედრო პაკეტს ამზადებს. მასში საზენიტო კომპლექს სტინგერისათვის, საერთაშორისო ჰაუკის და ნასამსის სისტემებისათვის რაკეტები, ასევე საარტილერიო ჭურვები და საბრძოლო მასალა შევა. ამის შესახებ ინფორმაციას ორი ამერიკელი მაღალჩინოსანი ანონიმურობის დაცვით ავრცელებს. ოფიციალურად კი მორიგი დახმარების შესახებ განცხადება 30 დეკემბერს გაკეთდება. მათივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე ვაშინგტონმა შესაძლოა ვერ მოასწროს პენტაგონის რეზერვებში უკრაინისათვის დარჩენილი $5 მილიარდ 600 მილიონი ოდენობით სამხედრო დახმარების გახარჯვა. პრეზიდენტმა ბაიდენმა თავდაცვის სამინისტროს უკრაინისათვის იარაღის მიწოდების გაზრდა მიმდინარე კვირაში დაავალა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უკრაინის ხელისუფლებას 2024 წლის შემდეგ რუსული გაზის ტრანზიტით გატარებაზე უარის გამო აკრიტიკებს და საპასუხო ზომების მიღების პირობას დებს. მისი თქმით, რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა უკიდურესად ძვირიანი ჟესტია ევროკავშირისთვის. ფიცო აღნიშნავს, რომ სლოვაკეთი დაკარგავს არა მხოლოდ ტრანზიტიდან შემოსავალს, არამედ ბუნებრივ აირზე ფასების ზრდის წინაშეც აღმოჩნდება. სლოვაკეთის პრემიერის თქმით, მას შემდეგ რაც 2025 წლის 1 იანვრიდან რუსული გაზის უკრაინით ტრანზიტი შეწყდება, სლოვაკეთის შესაძლო საპასუხო ზომებზე დაფიქრდება და საჭიროების შემთხვევაში ბრატისლავა უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდებას შეწყვეტს ან მოქმედების სხვა ვარიანტზე შეჯერდება. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს ვიზიტი მოსკოვში და მისი მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტთან. ზელენსკი აცხადებს, რომ სლოვაკეთი რუსული გაზის საფასურს სუვერენიტეტით გადაიხდის. ჩინეთის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა პირს, რომელმაც ავტომობილით გამიზნულად დაჯახების შედეგად 35 ადამიანი მოკლა. ამავე შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ 43 პირი. სასამართლოს განცხადებით მსჯავრდებულის მოტივები უკიდურესად ამაზრზენი იყო. დანაშაულის ხასიათი უკიდურესად აღმაშფოთებელი, ხოლო მეთოდი სისასტიკე. როგორც გამოძიებამ დაადგინა, თავდასხმის დღეს ეჭმიტანელი განქორწინების შეთანხმების პირობების გამო იყო განრისხებული. შემთხვევა 12 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ ჭუხაიში სპორტული კომპლექსის სიახლოვეს მოხდა. ხელახალი არჩევნების ჩატარებას, აქციების მიმდინარეობის დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას და ხელისუფლების გადადგომას ითხოვს პოლიტიკური გაერთიანება ქართველთა ერთობა, რომელმაც დღეს შეხვედრა გამართა. მათი განცხადებით გაიმართა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების უზენაესი საბჭოს რიგარეშე სესია, რომელზეც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. გურამ აბსანძე აცხადებს, რომ ის როგორც საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე მზად არის კონსულტაციები გამართოს ოპოზიციასთან, არასამთავრობო სექტორთან და მომიტინგეებთან. ჩვენ გამომდივართ როგორც შუამავლები, რომ საქართველოში დამკვიდრდეს
ერთხელ და სამუდამოდ დემოკრატიული არჩევნები და ამის საფუძველი გააჩნია კანონიერ უზენაეს საბჭოს, რომელიც დანიშნავს არჩევნებს, გააკონტროლებს ამას არჩევნებს და ამაში მიიღებს საარჩევნო კომისიის საქმეში ყველა პარტია მონაწილეობას პარიტეტულ საწყისებზე. ეს უნდა მოხდეს სასწრაფოდ, ვინაიდან საქართველოს უახლოვდება როგორც საფინანსო ეკონომიკური, ისე პოლიტიკური კოლაფსი. მე ვარ იმ ხალხის მხარეზე, ვის კუჩაში. ხალხი უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი. და ჩვენი შეკრების მიზანიც სწორედ ის არის, რომ სხვას არა, ჩვენ არ შეგვეშალოს სწორი პოზიცია დავიკავოთ. და ჩვენ ისევ უბრუნდებით ცოცხალი ჯაჭვის აქციას, რომელიც იმართება თბილისში, რამდენიმე ხიდთან. ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა მზარბრუკენის ხიდთან, სადაც ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი იმყოფება, რაც შეეხება სხვა ხიდებს. ჩვენი გადამღები ჯგუფები მუშაობენ ადგილზე. ჩვენ ახლა ჩავრთავთ ნათია ქენქაძეს, რომელიც 3 საათიდან მას შემდეგ, რაც ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა, იმყოფება ბარათაშვილის ხიდთან. ის გვეტყვის, რა განცხადებები კეთდება აქციაზე. ნათია, გისმენთ. დიახ, ბარათაშვილის ხიდი არის პროტესტის ერთ-ერთი კერა და ამ წუთებში როგორც უშუალოდ ბარათაშვილის ხიდზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ესტაკადაზე და მთელ გაყოლებაზე სანაპიროზე იუსტიციის სახლამდე დგას ხალხის ნაკადი, რომელმაც დაახლოებით 3 საათისთვის დაიწყო შეკრება და შემდეგ მათ უკვე გააკეთეს ჯაჭვი, ხელჩაკიდებულები დროშებით დადგნენ იმის დემონსტრირებისთვის, რომ ერთიანობა და სიმტკიცე არის ამ პროტესტისთვის დამახასიათებელი, რომლის ფარგლებშიც ისინი უკვე ერთი თვეა ყოველდღიურ რეჟიმში გამოდიან ქუჩაში და აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხი, რასაც მოქალაქეები ევროპული გზიდან გადახვევად მიიჩნევენ და აჟღერებენ მოთხოვნას, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდეს ყველა ის პირი უპირობოდ, ვინც ამ პროტესტის ფარგლებში იქნა დაკავებული. პროტესტს აქვს სრულიად მშვიდი ფორმა, რაიმე ინციდენტს ადგილი არ ქონია. განსხვავებით ღამით აქციებისგან დღეს ძალიან ბევრი ბავშვი ყავთ გამოყვანილი, ოჯახებით არიან გამოსული მოქალაქეები იმისთვის, რომ ამ აქციას შეუერთდნენ, რომელიც სიმბოლურად დაიგეგმა სწორედ ერთი თვის თავზე იმ გადაწყვეტილებიდან, რამაც მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია. როგორც ცნობილია, მთელი დედაქალაქის მასშტაბით არის გაშლილი ეს პროტესტი. 7 ხიდი შეირჩა სიმბოლურად ერთობის ჯაჭვისთვის. უთხოვ ახლა ოპერატორს გაჩვენოთ აქ რა ვითარებაა, როგორც გითხარით, მოქალაქეების ნაკადი დგას არამხოლოდ ბარათაშვილის ხიდზე, არამედ მთელ მიმდებარე ტერიტორიაზე იუსტიციის სახლამდე და ასე გამოხატავს საკუთარ პროტესტს უკვე 1 საათია. სხვადასხვა ადგილას პროფესიის მიხედვით შეიკრიბნენ ადამიანები, ისევე როგორც მარშების დროს, ასევე გარკვეული კონცეფციით შეარჩიეს მას ტერიტორიები, რომლებზეც განლაგდნენ. მაგალითად, აქ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ არიან ლიტერატორები შეკრებილები, ასევე პოლიტიკოსებიც. ჩვენ აქ ვნახეთ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის და კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენლები. ზეარბრუკენის მოედანზე შეუერთდა პროტესტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მოქალაქეები ოვაციებით და შეძახილებით შეხვდნენ და მან კიდევ ერთხელ გააჟღერა საკუთარი დამოკიდებულება ამ პროტესტის მიმართ, რომელიც ისედაც ცნობილია. სალომე ზურაბიშვილი სრულად უცხადებს მხარდაჭერას მოქალაქეებს, რომლებიც უკვე ერთი თვეა ქუჩაში დგანან და სრულად იზიარებს იმ მოთხოვნებს, რომელიც ამ პროტესტის ფარგლებში ჟღერდება. დიდი ერთობა, დიდი ერთიანობა, პროტესტის ძალიან საინტერესო ფორმა და მთელი საქართველოს ერთიანია და ფიქრობ, რომ ახალი არჩევნების დრო მოვიდა და საქართველოს ივანიშვილის გარეშე დრო მოვიდა, იმიტომ რომ სანქცირებული ადამიანი არ ჭირდება ამ ქვეყანას მით უმეტეს არაფორმალურ მმართველად. ვართ ძალიან ბევრი, ვართ ძლიერები და რა ვიცი, ყველაფერი მეც არ შეიძლება რომ დავამატოს. და მე მგონი აი ეს ნახეთ კადრები ჩანს იქამდე სანამდე გრძელდება, ამიტომ ჩვენს ხელის არალეგიტიმურ ხელისუფლებას თუ კიდევ აქვს იმედები იმისი რომ ვართ ცოტანი და უიმედოთ შეგვიძლია უთხრათ რომ წებიან როგორც არასდროს ისე. ჩემთვის ყოველთვის ერთობის ენერგია არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქ უნდა ყოფილიყავი. ამ ერთობის მშვიდობის და ერთობის და ურთიერთსიყვარულის, ურთიერთმოფრთხილების ჯაჭვში. დაახლოებით 1 საათია, რაც პროტესტი ამ ფორმით გრძელდება. ეს არის განსხვავებული ფორმა ერთობის ჯაჭვი, რომელიც საკუთარი ერთიანობის სიმბოლურ გამოსახულება დაირჩიეს მოქალაქეებმა და სპეციალურად დაამტყუეს აქციის ეს ფორმა ერთ თვეს, მას პროტესტის დაწყებიდან ერთ თვეს ამ დრომდე ისინი რჩებიან ადგილზე, თუმცა საავტომობილო მოძრაობა ადგილზე არის შენარჩუნებული და აქციის მონაწილეები დგანან გზების ხიდების გასწვრივ, ისე რომ ავტომობილების მიმოსვლა არ შეაფერხონ.
ეს იყო ნათია ქენქაძე, რომელიც იმყოფება ერთობის ჯაჭვის აქციაზე და ჩვენ ახლა უნდა გადავინაცვლოთ თამარ მეფის ხიდთან, სადაც მოამბის ჟურნალისტი კესო ქაფიანიძე იმყოფება, ის გვეტყვის, რა ხდება ამ წუთებში ადგილზე და რა განცხადებები კეთდება, კესო გისმენთ. ჩვენ ვიმყოფებით თამარ მეფის ხიდზე, დაახლოებით 3 საათზე, დაახლოებით 1 საათია, რაც აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე გადმოინაცვლეს, დაახლოებით 10 წუთია გზის ნახევარზე მანქანის მოძრაობა აღდგა. აქციის მონაწილეებს აქვთ, როგორც თქვენ კადრში ხედავთ, ცოცხალი ჯაჭვი გაკეთებული. აქციის მონაწილეების მოთხოვნა არის უცვლელი, დაუყოვნებლივ იქნან გათავისუფლებულები. აქციების მსვლელობისას დაკავებული მოქალაქეები და მათი უცვლელი მოთხოვნა ისევ რჩება ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, მათ სხვადასხვა შეძახილები, სხვადასხვა ბანერები აქვთ მოტანილი, რომლებიც თავიანთ მოთხოვნებს გამოხატავს. აქციის მონაწილეებს შეძახილები და სიგნალებით უერთდებიან მანქანებიდან, ავტომობილებიდან სხვადასხვა მოქალაქეები. აქ არიან წარმოდგენილები სხვადასხვა სფეროდან, სხვადასხვა გაერთიანებებიდან და სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან აქციის აქციაზე, ცოცხალ ჯაჭვში. მათი ყველას მოთხოვნა არის საერთოდ თქვენ ახლა კადრში ხედავთ ცოცხალ ჯაჭვს თამარ მეფის ხიდზე, რომ მიმართულება არის ახლა კოსტავას ქუჩის მიმართულება თამარ მეფის ხიდი. კოსტავას მხარეს მე ახლა კადრში დაგანახებთ ამ ჯაჭვის მეორე მხარეს, რომელიც თამარ მეფის გამზირის მიმართულებით არის. ცოცხალი ჯაჭვი არის მთელ ხიდზე გაკეთებული და აქციის მონაწილეების სურვილია, რომ ისინი ცოცხალი ჯაჭვით შეუერთდნენ სხვა ხიდებზე არსებულ ცოცხალ ჯაჭვებს. მე შეგახსენებთ, რომ გარდა თამარ მეფის ხიდისა, დღეს ცოცხალი ჯაჭვი არის გაკეთებული ვახუშტის ხიდზე, გალაქტიონის ხიდზე, ზაარ ბრიუკენის ხიდზე, ბარათაშვილის ხიდზე, მშვიდობის ხიდსა და მეტეხის ხიდზე. ჩვენ ვიმყოფებით, როგორც უკვე გითხარით და როგორც თქვენ კადრში ხედავთ, თამარ მეფის ხიდზე და დაახლოებით 1 საათია მოქალაქეებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. თავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არის ორი მნიშვნელოვანი გამოშვება პატიმრების და ახალი არჩევნები. ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი რამ. აქ ვართ იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით და გვინდა, რომ მოვაბრუნოთ ევროპისკენ. ჩვენ ცხოვრებისთვისაც უკეთესი გარემო შექმნა და ჩვენი შვილებისთვის. ყველა რომელიც უკანონო პატიმრობაშია, უნდა გათავისუფლდნენ აუცილებლად და ქვეყნის ევროპული მომავალი უცვლელია, რა თქმა უნდა, ამას ორი აზრი არ აქვს და მეტი მნიშვნელოვანი სალაპარაკო მე ვეღარ ვხედავ რა არის. ეს არის ყველაზე მთავარი რამე და ხელისუფლებამ აუცილებლად რიგარეში არჩევნები უნდა დანიშნოს. სხვა გზა ფიზიკურად არ არსებობს. იზოლაციაში ვართ ყველანაირად. ჩვენი საქმელი რა არის, რაც არის ახალი არჩევნები, განმეორებითი არჩევნები და რა ჩვენი მიზანია ევროპა. არ გვინდა ეს აღმოსავლეთი და რუსეთი. ხო ყველა ხვდებით ამას, რომ საით მივექანებით და ეს არის ჩვენი ქვეყნის დაღუპვა. ამდენ ჩვენი მიზანი ეს არის და რაც შეგვიძლია მშვიდობიანად გამოვხატოთ პროტესტს, თუნდაც დღევანდელი ამ დიდი აქციით, რასაც ქვია ჯაჭვი მთელ ქალაქში. პროტესტის 31 დღე ამჯერად მოქალაქეებმა მშვიდობიანი აქციით ამ ფორმით გამოხატეს საკუთარი პროტესტი, ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს სხვადასხვა ლოკაციებზე აქციის მონაწილეებმა. ჩვენ ახლა კონკრეტულად ვიმყოფებით თამარ მეფის ხიდზე, სადაც დაახლოებით 1 საათია, როგორც დაანონსებული იყო 3 საათზე შეიკრა ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც სხვადასხვა ხიდებზე არსებულ ცოცხალ ჯაჭვს შეუერთდება. მადლობა კესო, პირდაპირ ეთერში ეს იყო კესო ქაფიანიძე, როგორც ხედავთ, ცოცხალი ჯაჭვი იკვრება თბილისის ხიდებს შორის, მასში მონაწილეობენ პოლიტიკოსები, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სხვადასხვა სფეროს და პროფესიის წარმომადგენლები. მოთხოვნები უცვლელია, ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლება. და განვაგრძობთ გამოშვებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათა შორისი მუდმივი მოქმედი კომისიის მორიგის ხდომა გაიმართა. შეხვედრა კომისიის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა გახსნა და შეაფასა მსოფლიოში, რეგიონსა და ქვეყანაში არსებული კონტრტერორისტული ვითარება. გრიგოლ ლილუაშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშებში საქართველოს კონტრტერორისტული შესაძლებლობების თაობაზე ასახულ პოზიტიურ შეფასებებს. სხდომის ფარგლებში საშუალება მოგვესმინა საქართველოს წინაშე არსებული ტერორისტული საფრთხეების მოკლე ანალიზი
და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის 2024 წლის შესრულების ანგარიში. კომისიის თავმჯდომარე უწყების სახელით სურს მადლობა გადაუხადო ეროვნული კონტროლისტული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულებაში მონაწილე უწყებებს. განხილული იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები, ასევე მსოფლიოში დღევანდელი არსებული ვითარება, ტერორიზმის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები, რომელსაც წარმატებით ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სწორედ ამ წარმატებული მუშაობის შედეგია ის, რომ საქართველოსდან არ ყოფილა რეკრუტირებული არც ერთი პირი, რომლებიც ჩართული არიან ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ტერორისტულ დანაყოფებში. საქართველოს ზედიზედ რამოდენიმე წელია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სახელდება ძალიან მტკიცე და ურთევ პარტნიორად ტერორიზმის ბრძოლის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრი ევროპის საწყალოსნო ფედერაციის პრეზიდენტს ანტონიო და სილვას შეხვდა. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს 2025 წელს საწყალოსნო ფედერაციის კონგრესს უმასპინძლებს, რომელშიც მსოფლიოს 52 ქვეყნის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტები და დელეგატები მიიღებენ მონაწილეობას. ასევე განიხილეს 2028 წელს საქართველოში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის გამართვის შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ საქართველოს 2028 წლისთვის ექნება თანამედროვე ტიპის საწყალოსნო კომპლექსი, რომელშიც შესაძლებელი იქნება მსოფლიო და ევროპის დონის შეჯიბრებების ჩატარება. დღეს შეხვედრაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 2025 წელს საქართველოს თბილისში უმასპინძლებს ევროპის საწყალოსნო ფედერაციათა კონგრესს. საქართველოს 2028 წლისთვის ექნება თანამედროვე ტიპის საწყალოსნო კომპლექსი, რომელშიც როგორც წყალბურთში, ასევე სხვადასხვა საწყალოსნო მიმართულებით შესაძლებლობა იქნება, რომ მივიღოთ მსოფლიო და ევროპის დონის შეჯიბრებები. უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. ამ პერიოდში ჩვენი მასპინძლობისთვის და საწყალოსნო სპორტის ევროპულ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველოში სპორტის სამსახეობის მომავლის განხილვისთვის. დღევანდელი შეხვედრა ძალიან გულწრფელი და უშუალო იყო. ბევრ თემას შევეხეთ საუბრისას. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მთავრობის მხრიდან საქართველოს საწყალოსნო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერა, რათა 2025 წელს საქართველოს უმასპინძლოს ჩვენს ყოველწლიურ კონგრესს და აქ ჩამოვიყვანოთ მსოფლიოს 52 ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, დელეგატები და წარმომადგენლები. ასევე განვიხილეთ საქართველოში მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზების საკითხი. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საომალოდ მეტი ობიექტი, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ადგილები დაგვჭირდება. არსებული ინფრასტრუქტურის პირობებში შეგვიძლია დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ისეთი ღონისძიებების ორგანიზება საქართველოში, როგორიცაა წყალბურთის, ფიგურული ცურვის, დაივინგისა და სხვა სახეობების საერთაშორისო ასპარეზობები. ფეხბურთის ფედერაციამ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი ინგლისური ლივერპულის და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილია. 2024 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი თეონა ბაქრაძე გახდა. 2024 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი კი იტალიური ემპოლის მცველი საბა გოგლიჩიძე. ქართული ფეხბურთისთვის მიმდინარე წელი გამორჩეული და განსაკუთრებით წარმატებული იყო. 2024 წელს საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა და პლეი-ოფში გასვლა შეძლო. ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენების საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დასახელდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო სპორტსმენები სხვადასხვა სახეობაში, ასევე სპორტული გუნდები და მწვრთნელები. 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონმა პარამკლავჭიდში ვახტანგ ახობაძემ. ღონისძიება ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული. 1800 მედალოსანი ყავდა ქალაქს წელს, როგორც საერთაშორისო ტურნირებზე, ასევე საქართველოს ტურნირებში. შესაბამისმა კომისიამ მისჯელა სათანადოდ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელებული იყო პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე. ტრადიციულად ქუთაისში მოხდა სპორტული წარმატებების შეჯამება, იცით რომ ქუთაისი ერთ-ერთი გამორჩეული სპორტული ქალაქია საქართველოში და წლევანდელი წელი გამორჩეული იყო არა მარტო ჩვენი ქალაქს, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. დამასახელებს საუკეთესო სპორტსმენად, რაც დიდი სასიხარულო აჩენდი და ვინც მიიღო მონაწილეობა მასში, ყველას მადლობას ვუხდი. საახალწლო ღონისძიება გაიმართა მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ვაზიანში სამხედრო მოსამსახურეების შვილებისათვის. დაღუპული, დაჭრილ-დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების ბავშვებს დამდეგიშობა ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. პატარების საახალწლო განწყობაზე ქართულმა მომღერლებმა ზღაპრისგმირებმა და ანიმატორებმა იზრუნეს. მოეწყო საახალწლო სოფელით, სადაც თოვლის ბაბუამ სამხედროების შვილებს ტკბილეული სავსე ტომრები გადასცა. საახალწლო ღონისძიებებს უკვე უმასპინძლა
გურში პირველმა ქვეითმა ბრიგადამ, ქუთაისში მესამე ქვეითმა ბრიგადამ და სენაკში მეორე ქვეითმა ბრიგადამ. ვაზიანში მეოთხე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლებთ ჩვენი საამაყო სამხედროების შვილებს, დაღუპულების, დაშავებულების და მოქმედი სამხედროების შვილებს ჩვენ უსურვეთ მშვიდობიანი სიკეთით და წარმატებებით სავსე 2025 წელი. გაგვიმასპინძლეს სხვადასხვა თქმელეულობით, ჩატარდა სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიება და ასევე დაგვასაჩუქრეს საჩუქრებით. და მთელ საქართველოს გილოცავთ დამდეგ 2025 წელს. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას საახალწლო ნობათი გადასცეს. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა რთული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე 6 თვის განმავლობაში დაკეტილია. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეების ბარიდან მთაში და მთიდან ბარში გადაყვანას უფასოდ უზრუნველყოფს. მოქალაქეებს დღესასწაულებზე ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული სასურსათო ნობათი გადაეცემათ. ტრადიციისამებრ თუშეთში მოზამთრე ოჯახებს ჩამოუტანეთ პირველადი მოხმარების ნივთები და საახალწლო ნობათები. მინდა თუშეთიდან კახეთის რეგიონს და სრულიად საქართველოს მიულოცო დამდეგი შობა ახალი წელი. შევასრულეთ ფრენა თუშეთის მიმართულებით ჩვენი მოზამთრეებისთვის ამოვიტანეთ მისალოცი ნობათები საახალწლოდ და აქედან მინდა რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს ადგილობრივებს და მთელ საქართველოს მიულოცო დამდეგი ახალი წელი და შობა. დიდი მადლობა ჩვენი ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, რომ ყოველწლიურად ეს ახალი წლები იქნება თუ გაზაფხულობით დაღდგომის დღეები, არასოდეს რო იტყვიან არ ტოვებენ მოულოცავად. დღეს წეროვანის დევნილთა დასახლებაში საახალწლო ღონისძიება ახალი წლის დღეები გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, გამოფენა, გაყიდვა. ადგილზე ასევე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საახალწლო პროგრამა დღის ბოლოს კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. დაიწყება აი ამ საახალწლო ქოხებში გამოფენა გაყიდები, ბავშვები სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. იქნება ქუჩაში ორკესტრირებული მსვლელობა, ასევე პატარები შეხვდებიან თოვლის პაპას. დაიწყება საღამოსკე 5:30-ისთვის დასახლებაში კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მუსიკოსები. საახალწლო ღონისძიებისათვის სამზადისი მიმდინარეობს სამტრედიაში. ცენტრალურ მოედანზე უკვე დამონტაჟდა სცენა. ყველა საკის ადამიანზე გათვლილი მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ საახალწლო ინსტალაციების საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, გაყიდვა და ათვალიერონ მოეწყობა მოსიარული კოსტიუმირებული ორკესტრის თემატური ფოტოზონები, საბავშვო წარმოდგენები, სხვადასხვა გასართობი აქტივობები და ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან. გაიმართება საახალწლო კონცერტიც. დღეს სამტრედიაში ტარდება გრანდიოზული საახალწლო ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საბავშვო სივრცეები. დღის ბოლოს გაიმართება გრანდიოზული გალა კონცერტი. შემოგვიერთით. უწყვეტი პროტესტი, რომელიც ბოლო 1 თვის განმავლობაში გრძელდებოდა თბილისსა და რეგიონებში, დღეს ცოცხალი ჯაჭვით გაგრძელდა. თბილისის 7 ხიდის მიმართულებით შეიკრა ცოცხალი ჯაჭვი პროტესტის მონაწილეების მხრიდან. აქციაზე იმყოფება სალომე ზურაბიშვილი, პოლიტიკოსები, სხვადასხვა სფეროს და პროფესიის წარმომადგენლები. აქ იმყოფებიან ჩვენი გადამღები ჯგუფებიც და გენო ოსიყმაშვილს ჩავთავთ ახლა პირდაპირ ეთერში. გენო, რა ხდება ამ წუთებში იქ, სადაც ჩვენ იმყოფები? ნინო, ჩვენ ვიმყოფებით ვახუშტის ხიდთან, სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ელიავაზე უფრო მარტივად რომ ვთქვათ და აი აქ არიან ადამიანები, პროტესტის მონაწილეები, ხედავთ რომ ეს ჯაჭვი წყობში ჩამდგარი ადამიანების, პროტესტანტების რიგი არის ესეთი, რომ უშუალოდ ვახუშტის ხიდზე არიან, შემდეგ უკვე ჩამოდის ეს სანაპიროზე. აქ არ არის ტროტუარი, ფიზიკურად ესეთ დაგეგმარება აქ ამ ტერიტორიას, არის მწვანე საფარი და აი ამ მწვანე საფარზე ესე დგანან ადამიანები და ვახუშტის ხიდიდან ამ ფორმით უკავშირდებიან თამარმეფის ხიდს, სადაც იცით რომ ასევე ცოცხალი ჯაჭვით უკვე შემდეგ ხიდზე მიდის და საერთო ჯამში თბილისის მასშტაბით 7 ხიდი არის შერჩეული, სადაც პროტესტის ეს ფორმა ჯაჭვში ჩადგომის ფორმით და ამ ფორმით გამოხატვა ერთიანობით მიმდინარეობს პროტესტი, რომელიც უკვე 30-ე დღეა უწყვეტად იმართება თბილისის დედაქალაქში და რეგიონებში. აქ არიან სამართალდამცველებიც, რომლებიც სიტუაციას არეგულირებენ, არ უცდიათ ადამიანებს აქციის მონაწილეებს
ნიშნავს, რომ გზა გადაეკეტა, თუმცა გარკვეულ ტერიტორიებზე არის შეფერხება ხალხის სიმრავლიდან გამომდინარე და მაინც ეს ჯაჭვის ფორმიდან გამომდინარე ცდილობენ, რომ იყოს სწორი ხაზი და შესაბამისად შეფერხებული მოძრაობა არის, თუმცა გზა ესე პირდაპირ არ არის გადაკეტილი. გარკვეულ წერტილებში არის ასევე პარალელური ჯაჭვები, მაგალითად საფრთხოდ ეხლა აქედან არ ჩანს, მაგრამ უშუალოდ ვახუშტის ხიდზე, მაგალითად როგორც ხედავთ თქვენ მუაჯირზე არის ეს მწკრივი, თუმცა უშუალოდ შუაში სადაც გზის ღერძულა გამყოფი ხაზი არის, ორმაგი ღერძულა, იქაც პარალელურად დგანან და თქვათ აი ეს ჯაჭვის ფორმით არიან. აი სამართალდამცველები ახლა გამოჩნდნენ და მინდა ვთქვა ოპერატორს რომ გაჩვენოთ, სამართალდამცველები, პოლიციელები იმყოფებიან აქ და ისინი არეგულირებენ სიტუაციას. საქართველოს დროშებით, ევროკავშირის დროშებით არიან ადამიანები შეკრებილები და ნუ მათი მოთხოვნა რა თქმა უნდა არის იგივე, რაც ბოლო 30 დღის განმავლობაში, რომ საქართველოს გონდეს ევროპული კურსი და იყოს ევროპა არჩევანი ქვეყნის და ასევე ამ პროტესტის განმავლობაში დაკავებული ადამიანების გათავისუფლება მოხდეს. შესაბამისად აქ აქვთ ევროკავშირის დროშები მოტანილი, ასევე საქართველოს ეროვნული დროშები და ამ ფორმით მიმდინარეობს პროტესტი. აი ახლაც მაინც ადამიანები ეძებენ ადგილს ჩადგნენ ჯაჭვში და აი ამ ფორმით მიმდინარეობს ჯერ კიდევ აქცია ვახუშტის ხიდიდან თამარ მეფის ხიდის მიმართულებით, თითოეულ ხიდზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, პროფესიის წარმომადგენლები თუ ასე ვთქვათ რაღაც გაერთიანების წარმომადგენლები იმყოფებიან, მაგალითად აქ არიან HR-ები, იურისტები, ასევე კლუბი ხიდის წარმომადგენლები, სხვა ხიდებზე არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და გარდა მაგისა, რა თქმა უნდა, ვისთვისაც უფრო მოსახერხებელი ადგილმდებარეობა, ლოკაცია ის ადამიანებიც იმყოფებიან აქ. პროტესტი აი ამ ფორმით გრძელდება, ის დაახლოებით უკვე 1 საათია მიმდინარეობს და აი ესეთი ჯაჭვი არის, როგორც ხედავთ, ვახუშტის ხიდიდან თამარ მეფის მიმართულებით და საერთოდ ჯამში 7 ხიდი არის ამ ფორმით გადაბმული ერთმანეთზე. მადლობა, ეს იყო გენო სიყმაშვილი პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა უნდა გადავინაცვლოთ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნათია ქენქაძე მუშაობს და აშუქებს მოვლენებს. ნათია, რა ხდება ამ წუთებში, ადგილზე გადაიკეტა თუ არა საგზაო მოძრაობა? არანინო საგზაო მოძრაობა აქ არის თავისუფალი მთელი დაახლოებით საათზე მეტი დროის განმავლობაში, რაც აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ და დაიკავეს ტროტუარები და ხიდის კიდეები, სწორედ ამ ფორმით შექმნეს მათ ჯაჭვი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ავტომანქანებს აქვთ შესაძლებლობა რომ გადაადგილდნენ და მათი ნაწილი სიგნალებით გამოხატავს მხარდაჭერას პროტესტისადმი და აქციის მონაწილეებიც მათ შეძახილებით ხვდებიან. დაახლოებით 3:30-დან დაიწყეს მოქალაქეებმა შეკრება მიმდებარე ტერიტორიაზე და ზუსტად 3 საათზე მათ უკვე შეკრეს ჯაჭვი, დადგნენ ხელჩაკიდებული უმრავლესი მათგანი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და ასე გამოხატეს საკუთარი პროტესტი სიმბოლურად ზუსტად აქციების დაწყებიდან 1 თვის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში გამოდიან დედაქალაქის მთავარ გზამზირზე და აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი გაწევრიანების თაობაზე და ასევე ითხოვენ ყველა იმ დაკავებულის გათავისუფლებას, რომელიც სხვადასხვა დღეს დააკავეს ამ პროტესტის ფარგლებში, როგორც უშუალოდ აქციების მიმდინარეობისას, ასევე სხვადასხვა პერიოდში და სხვადასხვა ადგილას. ამ დრომდე გრძელდება აქცია, თუმცა შედარებით შეთხელდა აქციის მონაწილეთა რიგები, ნაწილმა დატოვა ტერიტორია, საკმაოდ ბევრი ბავშვი ყავდათ დღეს გამოყვანილი, განსხვავებით ღამის აქციებისგან და ეს ჯაჭვი გაგრძელდა არა მხოლოდ უშუალოდ ბარათაშვილის ხიდზე, არამედ მთელ მიმდებარე ტერიტორიაზე. ახლაც ხედავთ ალბათ კადრში, რომ სანაპირომდე არის აქციის მონაწილეთა ნაკადი და ჩვეული სტილით, რაც არის ამ აქციებისთვის დამახასიათებელი, სიტყვით გამოსვლების და გამოკვეთილი ლიდერის გარეშე ისინი გამოხატავენ საკუთარ პროტესტს და მოთხოვნებს. აქ დღეს ჩვენ შეგვხვდნენ პოლიტიკოსები, თუმცა ისინი როგორც სხვა დღეებში ახლაც რიგითი მომიტინგეების სტატუსით იმყოფებოდნენ ადგილზე და სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა პროფესიის თუ სხვა ინტერესის გარშემო გაერთიანებული ჯგუფები შეიკრიბნენ და ასევე პარტიებიც გადანაწილდნენ სხვადასხვა ტერიტორიაზე. აქ იმყოფებოდნენ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის და ძლიერი საქართველოს წარმომადგენლები, მაგალითად უშუალოდ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. 1 საათის განმავლობაში ჯაჭვი იყო გაშლილი უწყვეტად, ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ მომიტინგეები ნელ-ნელა ტოვებენ ამ ტერიტორიას და პროტესტი უკვე გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში, როგორც ეს ხდება ხოლმე საღამოს, როგორც წესი ყოველ დღე იკრიბებიან მოქალაქეები დედაქალაქის მთავარ გამზირზე და აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას და ითხოვენ ხელახალ არჩევნებს და ყველა დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლებას.
მადლობა ნათია, პირდაპირ ეთერში ეს იყო ნათია ქენქაძე და მე შეგახსენებთ, რომ ერთობის ჯაჭვი იმართება რეგიონებშიც, ბათუმში ერთობის ჯაჭვი მონაწილეები რამდენიმე ადგილზე შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს საკუთარი მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ. ისინი ამბობენ, რომ მიუხედავად ძლიერი წვიმისა, მაინც შეიკრიბნენ და შეკრეს ცოცხალი ჯაჭვი, რითაც საკუთარი ერთობა გამოხატეს. ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს იმისა, რომ ჩვენ ერთიანობას ვაჩვენებთ, არ აქვს მნიშვნელობა როგორი ამინდია, როგორი ხასიათია, როგორი კონდიციებია ზოგადად. შესაბამისად, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენ გვსურს ერთობა, ერთი კონკრეტული მიზანი, რომელიც ქართული ხალხის მიზანს თავარს ემსახურება, ეს არის ევროპისკენ სვლა, შესაბამისად ლეგიტიმური ხელისუფლება და ლეგიტიმურად ვითხოვთ იმას, რომ ხელახალი არჩევნების საშუალებით ეს ლეგიტიმიზაცია მოეპოვებინოს ჩვენს ერს. იმაზე დიდი დანაშაული რა უნდა იყოს დღეს რუსეთთან თანამშრომლობა. აქედან გამომდინარე, თელმა ცივილიზებულმა სამყარომ ერთხმად უთხრა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომ ის აკეთებს რუსული საქმის მკეთებელი ადამიანია. სახელმწიფო, როდესაც საკუთარი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მიდის, როდესაც ჩვენ სამშობლოს საფრთხე ემუქრება, იქ ქართველი ხალხი ერთსულოვანია. ქუთაისშიც რამდენიმე ადგილზე შეიკრიბნენ აქციის მონაწილეები. მოთხოვნები უცვლელია დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციის დროს დაკავებულები. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით ქუთაისში უცნების რეგიონული ოფისის შენობასთან გადაინაცვლეს. ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე, არ გავჩერდებით, არ დავნებდებით და ვიცხოვრებთ გაბწყინებულ, თავისუფალ ევროპულ საქართველოში. თუ შევაფასებთ უახლოეს თანამედროვე ისტორიას და ნახავთ იმ წლებს 37 წელი, 56 წელი, 99 წელი, 2008 წელი. დავანებოთ ძველ ისტორიას, იმ 12 ოფიციალური ღალატი, რომელიც რუსეთიდან მოდის. აი ესაა ძირითადი იდეა ფიქსი, რის გამოც ალბათ თითოეული ქართველი დგას, რომ დაიცვას ის აუცილებელი ჩვენი იდენტობის და ჩვენი მთავარი დამოუკიდებლობის არსი. ცოცხალი ჯაჭვი იკვრება რეგიონებსა და დედაქალაქში. დედაქალაქში 7 ხიდი არის დასახელებული, სადაც იმყოფებიან აქციის მონაწილეები. ამ წუთებში თამარ მეფის ხიდთან იმართება მსვლელობა მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ საით მიემართებიან აქციის მონაწილეები, ამას კესო ქაფიანიძე გვეტყვის, მოამბის ჟურნალისტი, რომელიც ადგილზე იმყოფება. კესო, გისმენთ. ჩვენ ვიმყოფებით, როგორც უკვე აღნიშნე, თამარ მეფის ხიდზე 3 საათზე შეიკრა აქ უკვე ცოცხალი ჯაჭვი და დაახლოებით საათნახევარია აქციის მონაწილეები იკავებენ ხიდის ტერიტორიას და მათ აქვთ ცოცხალი ჯაჭვი გაკეთებული. დაახლოებით 5 წუთის წინ გაჟღერდა ასეთი გეგმა, რომ თუ შეიძლება ესე ეწოდოს, ისინი ელოდებიან ვახუშტის ხიდზე არსებული ჯაჭვის წევრებს და იქედან მოსულ აქტივისტებთან ერთად გადაინაცვლებენ უკვე გმირთა მოედნის მიმართულებით და შემდეგი გეგმა სწორედ იქ გაჟღერდება, თუმცა ამ წუთებში რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს, ისინი აპირებენ გმირთა მოედნისკენ დაძვრას და აი თქვენ უკვე კადრში ხედავთ, თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ კადრში, რომ აქციის მონაწილეები ახლა უკვე დაიძვრნენ გმირთა მოედნის მიმართულებით და სავარაუდოდ თამარ მეფეზე არსებული ჯაჭვის მონაწილეებიც გაყვებიან აქციის მონაწილეებს გმირთა მოედნისკენ და ისინი ერთად გააგრძელებენ მსვლელობას. ჩვენ ვიმყოფებით, როგორც უკვე გითხარით, თამარ მეფის ხიდზე 7 ლოკაციიდან ერთ-ერთი ლოკაცია იყო თამარ მეფე. ისინი 3 საათიდან იმყოფებიან აქ. მათი მოთხოვნა არის უცვლელი პროტესტის 31 დღეს. მათი მოთხოვნა კვლავ რჩება აქციებზე დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებლივი გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. მადლობა კესო. ეს იყო კესო ქაფიანიძე პირდაპირ ეთერში. ცოცხალი ჯაჭვის, ერთობის ჯაჭვის აქცია გრძელდება, იმართება მსვლელობებიც. თქვენ ახლა კადრში ხედავთ, რა ხდება ამ წუთებში თბილისის ქუჩებში. საგზაო მოძრაობა არ შეწყვეტილა, მანქანები გადაადგილდებიან, ასევე პარალელურად აქციის მონაწილეები იმყოფებიან გზის სავალ ნაწილთან ახლოს, თუმცა სატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხებულა. აქციები გრძელდება თბილისსა და რეგიონებში. ჩვენ მოვლენათა განვითარების შესაბამისად 18 საათზე დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში, როგორც ახალმატყობინებენ პარლამენტთან იქნება საბოლოო ადგილი, სადაც აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან. მოამბე 18 საათზე დაბრუნდება პირდაპირ ეთერში დროებით.